მისვლავი მოღვაწის მეცნიერის წამებული კაცის ხაზგასმით კურემში არაძის იუბილეს. ვიდა მადლობა უთხრა კავადორის ბაშარაძეს აქარებს და კავახარა ყოფილი. განსაკუთრებულად ვიდა მადლობა უთხრა ელიზბარ ჯავერიძეს, რომელიც შემართული ამ კაცის სიყვარულით და თავიდან ბოლომდე დღევანდელი დღეს ავტორია და აიშის მუდმივი და სიყვარულით აკეთებს ამას. არანაირი დაძალება და არანაირი ის არ არის კარგი პატივისცემისა ბატონი გურამის მიმართ. ყველას მინდა მოგესალმოთ ბატონობით ხარჯის კონცერტი. განსაკუთრებით კავადორ ძია ჭულკიანს, რომელმაც ყველაზე კარგად მოისმინა ამ კაცის სიკვდილი როგორ ტრაგიკულად დამთავრდა მისი ცხოვრება. მინდა ბატონ გურამს თუნდაც კარგი შესანიშნავი ურთიერთობა როცა რექტორი ვიყავი უმროს. საერთოდ მოდიოდა ბატონი გურამი და უკვე ციგნები, რომელსაც ის ასეთი ფუძულებით, ასე მონდომებით გამოსცემდა ქართულ კლასიკოსებს, გამოსცემდა ასევე პოპულარულ ლიტერატურას, რომელსაც უსხოეთში აგროვებდა და მე აქ აქვეყნებდა. ისე რომ აი დღევანდელი დღეებში აი მისი მოგონებისთვის, მისი დაფასებისთვის, მისი გახსნებისთვის ასეთი ადამიანები არ ნიშნავენ. ბატონი გურამი იყო პრინციპების ადამიანი, არასოდეს აი მახსოვს მე ეს ხალხები მახსოვს მე რომ არასოდეს რა პრინციპს არ გადაუხებდა. ის ყოველთვის მიყვებოდა განსაკუთრებით ქართულობას, ეროვნულობას, ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ამ ხაზის მატარებელი იყო. მე ვიდა აი პატარა შესწავლების ბატონი გურამის სულს მოებერებ, ვიდა გადავსა სიტყვა აკადემიკოს ელიზბარ ჯავერიძეს და ამაზე ბატონის ვაიცაიმას და გორჩოს შეფერდას. კიდევ დიდი მადლობა ხალხს, რომელმაც მოიცადა და მოგზაურობდა ჩვენ აკადემიაში გავახარა თავისი პოსტი. რომ მართლაც ასეთი პრინციპი შემოთული ადამიანი როგორც კავადორი თია ჭირდება ჩვენ ქვეყანას. აი ესეთი მდგარი ადამიანები როგორც კავადორი თია და პირველად ყოველსა ქართულ ხალხს უნდა ოღონდ მადლობა რომ შეძლო და მოგდანდა ნიჭი საკამფიტებულად რომ ეს ქართული სული დოცხლო ეს ქართულობათო და ადამიანი რომელიც მოკლეს მხოლოდ იმიტომ რომ სამშობლო უყვარდა მეტი დანაშაული მას არ ჰქონდა მის აღზრდება არის დღეს და ჩვენი მობრძანება ნიშნავს რომ ჩვენ კიდევ შემარხული ხარ სამშობლო სიყვარულითა და სულიერების აღლის მეტისა სიყვარულითა და იდეებაში ქართული საქართველოს სიყვარული. ეს ისეთი ბატონი გურამი უდიდესი მეცნიერი იყო ეს აი სულიერ შეუძლია ფას რომ ვიყავ მეცნიერი იყო ბატონი გურამი, იმიტომ რომ დღესდა გამუშავდა უამრავი ტექნიკა უამრავი ტომიაკა ჩვენი ქართველების ვიცები ხალხანი ხალხი ეგ ცხოვრებდა მოღვაწეობის შესახებ უამრავი შრომები გამოსული აკეთებდა ჩვენი აკაკი იდეა არ ვიცი რომელი ჩამოყვა არის უამრავი შრომები და დღეს მის რიცხვებზე და შრომით რიცხვებზე და აზროვნებაზე მოგვაწევს მაგრამ მე მინდა ერთი რამ გასვით თქვა არაერთი აკადემიკო ალგანდოა რომ სააკაშვილმა მოკლა გურამ შარაძე მოკლა რატო ერთხელ დაიწირა მეორე დაიწირა ვერ გატეხა ის ქართული და შემდგომ სამსახიობი სადაც ყველა დადის და ყველა
ყველა შეიძლება ენახა თუ როგორი სისასტიკით იქნა მოკრული და საათი და 2 საათი იწო არ გაგუშვეს მისასვლელად კითხვაზე, იმიტომ რომ კითხვაზე, იმიტომ რომ ალი ატაკიშალო და ყველაფერი იცოდა, ყველა იცოდა თუ რატომ მოკლეს გუროშა და სხვადასხვა მეც გავამკელა შემოვაყოლეს რა ადამიანებმა შემოგითვალესო შემეცდო ლაპარაკო ამ საკითხზე და სანამ ის ბეცადეთები გადაუნდიო და გამოს პადაშვილი და გამოს შემდგა კორესპონდენტი არჩევანში სიტუაცია როგორ მოხდა როგორ გამოიწვია და როგორ გამოიწვია ეს მოკლა სააკაშვილი და დღეს ხალხი გამოდის იმის გამო რომ თურმე სააკაშვილმა ბედნიერება და დემოკრატია პროგრამიზატორი აი ეს არის უბედურება მაგრამ შარაძე სული ბარათოცხალი იქნება და ჩემი მორიდებული ფოვნა იქნება და ალბათ ჩემი სუპერპასად მივმართატრობა ერთი ძეგლი დაუდგა ასეთ ადამიანს რომელიც სიკვდილით რომლის სიკვდილით გამოწვევია ეს სამშობლოს სიყვარული გამო აი მეტი არაფერი მარტივია და ეხლა მე ალბათ კეთება თავგიკითხოს თავის დაშრობი მე დღეს შევერთები გურამ შარაძის უკანასკნელ ნაშრომს ძველი გურია ორტომეუს რომელიც გამოსცა მისმა ქალიშვილმა ქალბატონმა მუსიკალმა დაუცხრალთა ტომის სამყოფელი უწოდა დიდმა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწემ სულხან-საბა ორბელიანმა მე-18 საუკუნის დასაწყისში ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულს გურიას. ამგვარი განმარტებით ქართველმა ენციკლოპედისტმა გურულების მოუსვენა აქტიური სპოტვარე უნება მოხდენილად დაახასიანა. სახელმწიფო მეცნიერებმა საქართველოს მეცნიერება და ეროვნული აკადემიის წევრ კორესპონდენტმა გურამ შარაძემ 21 საუკუნეში თავისი წინაპრების ადგილსამყოფელის ფართო განმარტება შემოგვთავაზა და ამგვარად აღწერა ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარე. გურია იყო ერთიანი საქართველოს ის კუთხე, რომელიც მუდამ მჭიდროდ იდგა საქართველოს სხვა კუთხეების მხარდამხარ და მათთან ერთად თავგანწირულ შრომასა და შეუდრეკილ ბრძოლაში გამოატარა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ძლევამოსილი დროშა. პროფესორმა შარაძემ გულწრფელი სიყვარულითა და მოწიწებით მიუძღვნა ფუნდამენტური ნაშრომი ძველი გურია კუთხეს, სადაც დაიბადა და სიყვარულის წლები გაატარა. ქრონოლოგიურად ორტომეული ძველი გურია უძველესი დროიდან 1921 წლის თებერვლით არის დათარიღებული. ეს არის დიდებული წიგნი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლის, ცალკეული მხარეების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ობიექტურად, ღრმად და ეფექტურად წარმოჩენის თვალსაზრისით თავმად შეიძლება ითქვას, დღესდღეობით ანალოგი არ დაეძებნება. ძველ გურიაზე დიდი გემოვნებით შედგენილი დახვეწილი ანატოლიის ნაშრომის გაცნობისას კითხველი ძალუმად გრძნობს მისი შემდგენელის შემოქმედებითი სულის ვიბრაცია. კაცისა, რომელმაც სასაფარებელი სამშობლოს მტრებთან კომპრომისო ბრძოლა უბანოთა და უსამშობლოთა მხილება დაესახა ცხოვრების უმთავრეს მიზნად და ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში, როდესაც საზოგადოების ერთიანობას მზარი გაუჩნდა, საღად მოაზროვნე ადამიანების გვერდით მტკიცედ დასდა. გაუწევას იწვევს ის უზარმაზარი ენერგია, რაც მეცნიერის თითოეულ გამოკვლევასა და ქმედებაში ჩანდა და რაც გურიელსადმი მითვლილ 22 თავისაგან შემდგარ 1509 გვერდზე გაშლილ ისტორიულ, ეთნოგრაფიული და კულტუროლოგიური ნაშრომითაც ასე სახიერად გამოჩნდა.
გურიას საქართველოს უძველეს და უმშვენიერეს მხარეს იმთავითვე ბედად დაჰყვა ნაკლები ყურადღება ქართული ისტორიოგრაფიის მხრიდან. თითქოს საქართველოს ისტორია მხოლოდ ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოების ისტორია ყოფილიყო, ხოლო გურიას, ისე როგორც მთლიანი საქართველოს ფეოდალური სამეფოს სხვა განაწილება კუთხეები, შედარებით სუსტი მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერებასა თუ ერთიანი ქართული კულტურის შექმნას, მშენებლობასა და განვითარებაში. ასეთი სამხედრო ნარევი ტონით გურამ შარაძე ხაზს უსვამს თავის დამოუკიდებლობას იმ მკვლევართა მიმართ, რომლებმაც სათანადოდ ვერ წარმოაჩინეს გურიისა და გურლების როლი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ვითარების გამოსაწორებლად და მეტი თვალსაჩინოებისთვის მრავალი სასიკეთო საქმისთვის შარდმელი მეცნიერი თავობს მის მიერ ორ ტომად შეკრულ ძველი გურიის პანორამულ სურათს, რომელშიც თავმოყრილია ვრცელი ინფორმაცია, დოკუმენტური და ვიზუალური მასალა, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს ჩაზრდეს გურიის სურს. საბეჭდილება შეიქმნას გურულების ბუნებაზე, მათი ხასიათის თვისებებზე, ტრადიციებზე, აქტიურ მონაწილეობაზე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მოვლენებში, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ხარის მრავალმხრივი შესწავლის აუცილებლობას გრძნობდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი. მაგრამ გურამ შარაძე იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც გურიასთან ყველა დაკავშირებულ საკითხს ერთად მოუყარა თავი და მისთვის ჩვეულის შემართებით კეთილშობილეს საქმეს წარმატებით დაადგა თავი. მან ფაქტობრივად დაგვიტოვა გურიის ენციკლოპედია, რომლის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, რომ ძველ გურიას უსათუოდ ექნებოდა გაგრძელება და ახალ გურიას მის მოვალ წიგნში მკითხველი უსათუოდ გაეცნობდა. ძალზე საინტერესო რუდუნებით შექმნილი ეს წიგნი მხოლოდ გურამ შარაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. როგორც ქალბატონი რუსუდანი გურამის ქალიშვილი დაასწრეს, წინამდებარე გამოჩება გურამ შარაძის მიერ დასაბეთად მომზადებული ბოლო წიგნი ყოფილა, რომლის ორი ტომი ავტორს პერსონალურ კომპიუტერში ჰქონია შენახული. ქალბატონმა რუსუდანმა რომითგან რკინის ქალავნები ჩაითვა და გამომცემლებებსა და შეძლებულ ადამიანებს მიმართა დახმარების თხოვნი, რათა მამის ოცნებისთვის ხორცი შეესხა და წყლობით კომპიუტერში განთავსებულ დასაბეთად გამცადებულ ნაშრომს დღის წინათვე ეჭვია. ალბათ ლოგიკურია და ამასთან სასიამოვნოც, რომ წიგნის გამოცემა საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ იცავა და ქალბატონ რუსუდანთან ერთად ეს სახშობის ფაქტი ბოლომდე მიიღო. მამის განზრახვა გამოეცა წიგნი გურიაზე, რაც არსებულ ფარვეში არსებდა, ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნილი ემიგრაციის მუზეუმი რუსუდან შარაძემ მამის თანამოაზრეების და ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების თანადგომით წარმატებით აღასრულა. დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში მდებარეობს მუზეუმი, სადაც უნიკალური ექსპონატები გურამ შარაძის მიერ საქართველოში დაბრუნებული ემიგრაციაში მყოფი ქართველების არქივები და მრავალი მნიშვნელოვანი ექსპონატია დავანებული. რუსუდან შარაძის მიერ გამოჩენილი მეცნიერება, მამის მიერ წამოწყებული ეროვნული საქმეების გაგრძელებაზე ზრუნვა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო გმირობის ოფასია და უთუოდ იმსახურებს აღნიშნავს და სათანადო დაფასებას საზოგადოებისა და ხელოვნების მხრიდან. სპეციალური ჯილდოს დაარსება, ალბათ ეგეთ საჭიროა სპეციალური ჯილდოს დაარსება სახელწოდებით ღირსეული შვილი ან ესტაფეტა, რომელიც გადაეცემა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ღირსეულად დაიცავენ ოჯახურ ტრადიციას, მშობლების მიერ დატოვებული ქვეყნისთვის ღირებული მემკვიდრეობას მოუვლია უპატრონებენ და შემოგნახავენ მომავალ თაობას. ამას შემზე ამბობენ ჩემო გურია, უზომო სიტყვოთი და სიყვარულით გამიშვალული სიტყვის ყველა გურამ შარაძის მიერ წიგნეს პირველივე შუქებიდან, სადაც ამ სათავის ქვეშ გამოყრილია ქართველთა და უცხოელთა სახელოვანი შვილები, მოგზაურები, წერლები, მუსიკოსები, მეცნიერთა და სხვათა გამონათქვამები გურიაზე. კასტელი, ალექსანდრე ჯუმა, ლევ ტოლსტოი, არტურ ლაისი, მარი პროსტე, მარჯოლი იორდროვი,
მარონ დებაი, იგორ სტრავინსკი, გოტფრიდ მერცბახელი, კნუთ ჰამსუნი, რომან როლანი და მრავალი სხვა. აქვეა ქართველი მოღვაწეების მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული შეფასებები, რომელთაც მთელი ნუსხა სულხან საბა ორბელიანი იწყება და გურიისა და გურულების საქმეს, სიყვარულისა და აღსტოვანების დაწესში პოეტური სტრიქონების მმართველობა. ბატუშტი ბაგრატიონი, ალექსანდრე ორბელიანი, გრიგოლ ორბელიანი, ილია და აკაკი, დიმიტრი ბაქრა, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, ფედო საფოკია, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, გრიგოლ რობაქიძე, გალაქტიონ კაბიძე, მოსე გოგიბერიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ნოდარ გუმბაძე, ანა კალანდაძე და სხვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი სასიკაფლო მოღვაწე სწორედ ამ დიდებულ მხარეში დაიბადა, ცხოვრების ამკაც ადამიანურ ურთიერთობათა მართსა და სიკეთეს სწორედ აქ ესმედა. ლამაზი კუთხეა გურია საქართველოში, განსაცვიფრებელია გურიის ნელის სიკვდილი. იქ ვერ მონახავს ვერცერთ მწყვილ ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერცერთ უხეშ ხაზს, იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, ჩაკე, სუნგუთი, ნარნარი, თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრე ნატყობიც არ არის ამასული, არამედ ფარდოვანი სიკვდილი. მართული თვალი, სიტყვის მშვენიერების განცდისა და გარესამყაროს პოეტური ხედვი კიდევ ერთხელ გვანცვიფრებს გრიგოლ რობაქიძის გამონათქვამი გურიაზე, რომელიც პროფესორ ჟარაძის შეტანილი. 1917 წელს გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც გურია და გურულებია დახასიათებული, გურამ ჟარაძე ასევე ცალკე განიხილავს და დასწრებს. მეარმეგულება გურიისა და გურულების ისეთი სრულყოფილი და სწორწლოვანი დახასიათება, როგორიც მოგვცა გენიალურმა გრიგოლ რობაქიძემ. აი კიდევ რასწევს სახელოვანი ქართველი მწერალი გურია. ძველი მესხეთის ნაყოფია გურია. ამის ნიშანი ბევრია, თავდაპირველად ქართული. გურული ქართული ლაკონურია, რუსთავის სამშობლოს სიტყვასავი. საქართველოს არც ერთ კუთხეში ისეთ ხარტად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამატულია, მოკლე, კაპიტი, კეთილი, ჭდეული. თვითონ რუსთაველის გურულება სხვა ქართველებზე უფრო იციან. გურიაში არის ოჯახები, სადაც ვეფხის ყაოსნის ზეპირი ცოტა უბრალოდ შეუვლებაა. გარდა ამისა, ვეფხის ყაოსნის ზოგიერთი სიტყვა, რაიც საქართველოს სხვა კუთხეებისთვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაքի ჟანრს ხდება და კიდევ უძველესთა შორის ცნობილია. გურიაში შაირობა თაობიდან თაობაზე გადადის. შაირობა გურულებისთვის ისეთივე მოწყობილებაა, როგორც საამო გასეირნება. გრიგოლ რობაქიძის ამ წერილში გურიის მოსახლეობა სოციალური ფენოμένით არის დასახელებული. მე-20 საუკუნის დასაწყისში იტალიელი ისტორიკოსი და დიპლომატი, ავტორი წიგნისა „ცეცხლი და მახვილი კავკასიაში“ წერდა: გურია და მისი დედაქალაქი ოზურგეთი ქუთაისის მაზრის დაქვემდებარებაში მყოფი რაიონია, რომლის ცხოვრებლებში ყველაზე ინტენსიურად არის გამოვლენილი ქართული ხასიათი. გურულები ყველაზე მამაცი, ყველაზე უფრო მეგრძური, ყველაზე ელეგანტური, მეტად ლამაზი, ყუბათმოყვარე, განათლებული ხალხია. ყოველ სოფელს თავისი ბიბლიოთეკა აქვს და პოსტებიდან ძალიან მოშორებულ სოფლებშიც ყიდულობენ ყოველდღიურ გაზეთებს თბილისიდან, ბათუმიდან, რუსეთიდან. ახლა ცნობილ ამერიკელ ლოთარსა და მუსიკის მცოდნე ნოე გრინბერგს მოუსმინო. იმდენად რთულია გურული სიმღერების პოლიფონია, რომ მათი მოსმენა თვით უდიდეს პოლიფონის გახსნაც აღავსოვანია. გურამ ჟარაძის მიერ წიგნში მოქმობილი გურიასა და გურულებზე უშუალო დაკვირვებებით მიღებული შთაბეჭდილებები ძალზე ღირებული, ტევადი და ამაღელვებელია. კითხვის სამუდამოდ ამახსოვრდება და სიამაყით ივსება უცხოელთა მიერ ქართულ ენაზე ქართველთა ნიჭიერებაზე, საქართველოს მრავალფეროვნებაზე და განუმეორებლობაზე მოქმობილი სიტუაცია. გურამ ჟარაძის ყურადღების მიღმა არჩევა ტერმინ გურიის ეტიმოლოგია. სხვადასხვა ავტორთა მიერ სხვადასხვა დროს შემოთავაზებული ვერსიები. თუმცა იგი იზიარებს ტოპონიმიკის მკვლევართა მოსაზრებას,
რომ ამ მიმართულებით ჩატარებული მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად სახელწოდება გურია ჯერ კიდევ საჭიროების დუზასმით შესწავლათა დღემდე კვლევის ობიექტად რჩება. გურია საქართველოს მიწის შვილი. ამ თავში გურამშარაძემ თავი მოუყარა წერტილ გურიის ერთგული არსებულ შეხედულებებს. მიმოიხილა ვახუშტი ბატონიშვილის, მარი გროზეს, თედო საყოკიას, ნიკო ბენზენიშვილის, დუტუ მეგრელის, იოსებ მეგრელიჩის, ხელი ჩატარაიშვილისა და სხვათა ვერსიები. იგი საინტერესოდ მიიჩნევს აკადემიკოსი ნიკო მამის მიგნებას, რომ გურია ნიშნავს მზის შვილი. ამასთან შარაძე წარმოგვიდგენს მეცნიერის ვარაუდს, რომ გურია და ეგერი ერთიანობაზე ძირითად ნაწარმოებებით ტერმინებია. თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ აღიარებს. ცალკე აღნიშნავს იმსახურებს ტერმინი გურიელი, რომლის განმარტებისას მკვლევარი საინტერესო ისტორიული აქტებს ხალხობს და გასცემს, რომ გურიის საერისთავო გამგებდა ფლობელების გურიელი ეწოდება. მაგრამ ტერმინ გურიის წარმომავლობის საკითხი შეიძლება ითქვას მაინც ღიას რჩება. თუმცა შექმნილი ვითარებიდან შარაძე გამოსავალს მარჯვეც პოულობს და წერს, რომ მისთვის ჭეშმარიტი და მისაღებების საწნა, რომელიც ყოველდღიურ მეგრეებმა თავის ცნობილ ლექსში მე პატარა ქართველმა ჩამოაყალიბა. ერთი არის ეროვნული იდეის გამშვალული პოეტური შედევრი და ცნობილ ორწყარად იმოწმებს. კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო. როდიდან იქნა დასახლებული ტერიტორია, რომელზეც გუგლები ცხოვრობდნენ და სამეურნეო და შემოქმედების საქმიანობას ეწევა. ამ კითხვაზე პასუხი გურამშარაძე ბავშვსახელოვან მეცნიერთა ნიკო ბენზელიჩის აღნიშნავს, რომელიც სამისერ დამკვებში ასეთ განმარტებას იძლევა. ქვეყანა გურია უძველეს დროშია ათვისებული ყოფილა ადამიანის მიერ. მართლაც ამ ტერიტორიაზე არქეოლოგებმა მიაღწიეს ახალი ქრისხანის დასაწყისს და მნიშვნელოვანი კვლევები ატარეს. თუმცა შარაძე ისე არის მეცნიერთა საერთო იმის შესახებ, რომ მართალია გურია არქეოლოგიურად ნაკლებად არის შეწავლილი, მაგრამ ამ ნაკლებებით მაინც აქვს ცოტა აღგარებული. აქამდე შემიშნოთ, რომ კულტურული კულტურა ზოგადად ჩვენი ქვეყნის უძველესი ხანის არქეოლოგიური კვლევა მიუხედავად ბოლო წლებში ამ მიმართულებით ჩატარებული მასშტაბური სამუშაოებისა მეტ ყურადღებას იმსახურებს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა სერიოზული გეოპოლიტიკური პრობლემების წინაშე დგას და არსებობს საშიშროება, რომ ქვეყნის გამჭვირვალების საკითხმა კარგად იწევს. ამგვარად წიგნში მთელი თავი ეთქობა არქეოლოგიურ გურიას, რომელიც ფაქტების არქეოლოგიური მონაპოვრების, არტეფაქტების ილუსტრაციების, რუკებით, მიმდინარე გათხრების, ლოკაციის, ფოტოებითა და ანალიტიკური მასალით არის გამგებელი. გურიის ტერიტორიაზე სხვადასხვა წლებში ჩატარებული სამუშაოები და განსაკუთრებული ინტერესის დროს ვაშტარის კომპლექსი, სადაც კვლევათა აზრით არ არის გამოიწვეული წინაქრისტიანული ხანის საკულტო ძეგლის არსებობა. ასევე მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის სახელზე აგებული გურიანის ციხის ეკლესია და ხატი, რომლის დუღის ვერცხლის ფიცარზე მხედრული წარწერა იქნება. რიონის სამხრეთი მდებარე ქვეყანა, რომელიც მკვლევართა ცნობით საინტერესო წყაროებში გურიას გაცილებით გვიან მოიხსენიება, მეხუთე მეექვსე საუკუნეებში თითქმის სრულიად უკაცრიელი ყოფილა. წერს შარაძე ივანე ჯავახიშვილის შრომაზე. ისტორიულად გურია ძირითადად მოიცავდა ახლანდელი ოზურგეთის, შოხატაურისა და ვარშავის რაიონების ტერიტორიას. ნაშრომის ავტორი სვად განიხილავს გურიის სამთავროს წარმოქმნას. იმერეთის სამეფოზე მე-17 საუკუნეში გურიის სამთავროს იმერეთის დამოუკიდებლობის პერიოდი და სხვა. გურამშარაძე წიგნში გურიის თაღების გურიელების ქრონოლოგიური ნუსხათა დაგვეყრეს, რომელთაგან ზოგიერთი პორტრეტ ჩანახატი, როგორც ამბობს, შემოგვინახა მე-17 საუკუნის იტალიელმა ისტორიკოსმა ქრისტოფორო დე კასტელი. უნდა ითქვას, რომ წიგნი მიმზიდველად არის გაფორმებული კასტელის
ჩანახატებით, რაც საფრთხებად ავსებს და ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას ამ ჯერების გურიასა და მის მოსახლეობას. Იქის მეოთხე თავში გურამ შარაძე გამაჯერებლად მოგვითხრობს 1920 წლებში გურიის სამთავროს რუსეთთან შეერთების პერიპეტიებს. ამ ძელს ძალზე რთული წინააღმდეგობები დაწყვეტილი პერიოდის გაგრძელებას იგი ითვალისწინებს ქმელი ჩაკარაიშვილის ვრცელ ნარკვევს, რომელშიც განხილულია გურიის სამთავროს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ვითარება მე-19 საუკუნეში იძინათ. შარაძეს მოყავს საგულისხმო ფაქტები, რომელიც ნათლად აჩვენებს ოსმალეთის იმპერიის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. გურიის სამთავროს რუსეთთან ურთიერთობისა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის ისტორია კვლავ აღძრავს საქმეს, რომლის ირგვლივად საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ამათი დღემდე აღწევება. რამდენად პროგრესული ნაბიჯი იყო საქართველოს დაკავშირება მეზობელ რუსეთთან. წიგნში აღწერილი ისტორიული მოვლენები და ფაქტები რუსეთის სწრაფვა საბოლოოდ განახორციელებინა უпростоრად დაესრულებინა საქართველოს შეერთება რუსეთთან. გურიის თავის მამია მეფობის გარდაცვალების შემდეგ გურიაზე გავიდეს დაკარგვის შიშის უკანასკნელი დედოფლის სოფიო წულუკიძე გურიელის რუსეთისა და მუდმივობა და დამოკიდების სიმერი ოსმალეთთან სიმპათია ცელი ისტორიული პალიტრა, რომელზეც ასახულია 1820 წლებში რუსეთ-თურქეთის ომი, დაზავება, გურიის მოსახლეობის სახალხო ლაშქარში მონაწილეობა რუსეთის მიერ წარყვებულ ბრძოლებში. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა სავსეა კურიოზული ფაქტებითა, რასაც ყურადღების მიღმა ავტორებს ძველი გურიის ავტორი და ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით ერთ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს, რომელიც 1929 წლის ზავში რუსეთ-თურქეთის საზღვრად ადრიანოპოლის ჩანაწერს ეხება. ზავის დადების დროს თურმე რუსი დიპლომატების კინკლაობის შედეგად, როგორც ნიკოლოზ პირველმა ბრძანა, ადრიანოპოლის ზავის ჩანაწერში შეცდომა ყოფილა დაშვებული. ეს შეცდომა ისე საგრძნობი იყო, რომ გავრცელდა ხმა, თითქოს თურქებმა რუსი დიპლომატები მოაწყვეს და ჭოროხის დაცვად საზავო ხელშეკრულებაში ჭოროხი ჩაწერეს. 1960 წლის სექტემბერში აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ოზურგეთში გამოდის სიტყვით წარსული ცხოვრების ცოდნის მოთხოვნილებას. კერძოდ იგი დაასწრებს. ისტორიად შეუულებრივი გაგებით თავგადასავალი ყველაფერს აქვს, მაგრამ საკუთარი თავგადასავალი მხოლოდ საზოგადოებას აქვს. თავისი წარსული ცხოვრების ცოდნის მოთხოვნილება მხოლოდ კულტურული საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია. უისტორიო საზოგადოება კულტურულობას ვერ დაიჭერებს. პროფესორ გურამ შარაძის ძველი გურია სწორედ წარსული ცხოვრების ცოდნის მოთხოვნის შექმნილი წიგნია, რომელშიც ბევრი კარგი ამბავია მოთხოვილი, ბევრიც დამაფიქრებელი, მძიმე ისტორია. მაგალითად შეუძლებელია უყურებელზე წაიკითხოს სადაც მოთხრობილია, როგორ გაწყდა გურიის მოსახლეობა წელში საგადასახადო რეფორმა, რომელიც გლეხობას ნატურალური სნაცვლად ფულად გადასახადს აკისრებდა. აღნიშნულ ცვლილებებზე გურიელს მყისიერი რეაქცია ჰქონდა. ასეთ გამწვავ ვითარებას ისინი ვერ შეეგულებოდნენ. საგულისხმო ფაქტია, რომ რუსული მმართველობის ამ გადაწყვეტილება გურიის არისტოკრატიის უპაყოფილებას გამოიწვია. ცხადია, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. თავარი კი ის იყო, რომ გლეხეთი სრულყოფილად ვეღარ შეასრულებდა მმართველობის წიაღში აღებულ ვალდებულებას. ამიტომ გლეხეთის მოძრაობას თავდაპირველად ხარში ედგნენ როგორც წარჩინებული, ისე სასულიერო პირები. Burada canlı kurya varlıklarına Azerbaycan kuryaşı tez davumsaklarla büyük başlayacak işler Eralma evlat ediniyorlar. Tarih historiyumuz savaşı markaşında. Guram Şaradis ekşi mravali müşteriler dokument yapabiliyor. Misafirler mesleğini suadatır. Gurrebiz damsaklarımız bu seçim merkezlerinde dolaşır. იგრცვათაშურებს ხილის ომში, რუსეთ-თურქეთის ომში, აჭარის გასათავისუფლებაში გურიის მონაწილეობაში. ასეთი მამაცი მებრძოლები თამამად შეიძლება ბრძოლის დაწყება, უმზადებია მეფის დაცვას,
როდესაც საკუთარი თვალით უნდა გაქვს გურუცას საბრძოლო მოძრაობა. პროფესორ გურამშარაძემ საჭიროდ მიიჩნია ცალკეთავი დაეწყო და შესაძლებლობისამებრ სრულად წარმოიჩინა სხვადასხვა პერიოდების უცხოური წყაროები, რომლებშიც შედარებით ცუდად არის აღწერილი გურია გურიების მმართველობა. წელი ნაშრომი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მას დართული აქვს გურულ სიტყვათა კონა, გურუ კილოს ცალკეთა, რომელშიც ინტერნეტ საინტერესოდ არის წარმოდგენილი ნაცნობების შედეგები, რომ მას ვერც ვერავის ციხეებში. გურების შემოქმედებითი ენერგია, სიცხადე, გემოვნება, ჩაცმის სტილი და სიკოქტავე, დახვეწილი პლასტიკა, ქორეოგრაფია და მუსიკა, ხალხური სპორტის სახეობები, სიმართლე და მოხერხებულობა, არტის შესრულების და სრულიერების კეთილსა, მაღალი კულტურა, ციხესიმაგრეებისა და ეკლესია მონასტრების შენება, გურების რომლებმაც წვლილი შეიტანეს საერთო ქართული ცივილიზაციის ფორმირებაში, საქართველოს გამთლიანების პროცესში. ეს ყველაფერი ღრმად ერუდირებული მეცნიერის მიერ ზომიერების გზნობით, ხარისა და მნიშვნელობის ზუსტი აქცენტირებით არის კითხვისთვის მოწოდებული. გურამშარაძემ შექმნა სწავლობის წიგნი, რომელიც ავტოპორტრეტის შთაბეჭდილებას აღწევს. იმდენად, რამდენადაც ამ დიდებულ ნაშრომში მეცნიერის ბუნება, ხასიათის თვისებები იყენება. ამ წიგნს ყველა ქართველი უნდა რადგან ის აღვიძებს სამშობლოს გზნობას და უმიწვას. მატებს სიამაყეს მშობელი ქვეყნის მიმართ, აძლიერებს ქართული ფესტობის, საქართველოს ისტორიის შეცდომის სტუდიის, აჩენს მეცნიერის დაუცხრალი ძიების გზას, პიროვნებისა, რომელსაც თამამად შეეძლო ეთქვა დიდი ვაჟა სიტყვები, საკეთილდღეო ქვეყნისა, მედვა სულად და გულადა. მადლობ. ივესალმები ექსოდენ პარტიისაცემ საზოგადოებას, რომელიც დღეს აქ შეიდგა იმისთვის, რომ ერთად აღნიშნოთ დიდი გურამშარაძის დაბადების დღეს. რომ არა ის მკვლელობა, რომელიც თბილისის თბილისში, როგორც აქ ითქვამდეს, სამწუხაროდ მოხდა რამდენიმე წლის წინ, დღეს ბატონ გურამშარაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა და ვინცის ის საკუთარ იუბილეს როგორი ახალი გამოცემებით, მერვედით და მიღწევებით აღნიშნავდა ჩვენთან ერთად დღეს. ამიტომ დღევანდელი დღე ჩვენთვის სიამაყესთან ერთად ძალიან სევდანარებით არის და მე მაქვს პარტი ვისთვისაც მადლიერი ვარ, რომ ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით ჩვენს ეროვნულ აკადემიაში მის ხსოვნას პატივი მივაღოთ. მე მადლობა მივაღუთხა ყველას, ვინც ჩვენ შედარებით ახალ თაობას, ბატონ ივანთან შედარებით ახალ თაობას მოგვცა საშუალება, რომ მის ნაშრომებს ხელი მიუწვდოდეს. ვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ახსოვდეს ის დიდი საქმე, რომელსაც ის და ეს ეროვნული აკადემია დღემდე ემსახურება სხვა ეროვნულ ინსტიტუციებთან ერთად, მაგალითად ისეთ ინსტიტუციებთან ერთად, როგორც შეიძლება იყოს ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელსაც დღეს მადლობას ვუწევთ ამ გამოცემისთვის. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ დიდ დღეს გურამშარაძის პატივისცემისა და ხსოვნის აღნიშვნისათვის და თუ ეს ვარგილო და არ ჩაითვლება, მე მათ მგონია, რომ დღეს არის ის ყველაზე ხელსაყრელი დღე, როდესაც ხაზგასმით უნდა ვუთხრათ მადლობა მის ოჯახს. იმიტომ რომ ბატონ მაიისვარმა ახსენა და აბსოლუტურად ზედმეტად დაახასიათა დადებითად ის საქმიანობა, რაც მე დავწიე კულტურის სამინისტროში, მაგრამ ის ნამდვილად ნახე კულტურის სამინისტროში, რომ დიდ ქართველ მოღვაწეებს, რომლებიც აღარ არიან ჩვენთან ერთად, ამიტომ ყველას თანაბრად კარგი ბედი გარდაცვალების შემდეგ, იმიტომ რომ ყოფილა ძალიან ბევრი მემკვიდრე და დიდი მოღვაწეა, რომელიც მე როგორც ერთ ადამიანს მიფიქრია, რომ ნეტავ არ ყოფილა, იმიტომ რომ
ან არ შემოუნახავს მისი დიდი წინაპრის არც არქივი არც ხსოვნა და სახელმწიფოსთან ითხოვს ხოლმე დაფასებას. რაც რა თქმა უნდა სახელმწიფოს ვარია, მაგრამ ოჯახის ვალიც არის, ოჯახს თავისი წვლილი და წილი აქვს იმისა, რომ ელემენტარულად მოუხდეს იმას, რაც სახლში იმართებოდა. ამიტომ მინდა ქალბატონისას პირველ რიგში დიდი მადლობა უთხრა, როდესაც სახეზე აღარ არის სამწუხაროდ სხვადასხვა მიშვილი და როდესაც მხოლოდ ერთი ქალი არის მისი თავის თაობაში წარმომადგენელი, შეებრძოლო იმ დიდ მანქანას, რომელიც 2007 წელს უარს ამოწევს სიმართლის ქვაზე და ცოდვა აღიარებულის ჯობს და უნდა ითქვას, რომ არც 2012 წლის მერე გაჩქარდა ჭეშმარიტების გამოვლენის პროცესი, მხოლოდ ერთი კაფადარა გოგონა ქალი ქალბატონი იბრძოდა იმისთვის, რომ ოჯახიდან საზოგადოებაში რა თქმა უნდა იყვნენ სხვებიც, ვინც მას მხარს უჭერდა. ამიტომ მადლობა ქალბატონისას, მადლობა შვილიშვილებს, ვინც თქვენი გზა უნდა გააგრძელოს და ამით დაუყოს დიდი გურამ-შარაძის საქმე. ვინაიდან მე დღეს დეპუტატი ვარ, ამით დავასრულებ და ვიტყვი, რომ იმ პარლამენტში, რომელშიც გურამ-შარაძის უწევი უწევდა საქმიანობა, ისი არის სახელმწიფო ღვაწლიც, ალბათ ამ რამდენიმე წინადადებით უნდა გავიხსენოთ. იმ პარლამენტში ნამდვილად არ იყო ადვილი, რომ ყოფილიყავი პრაქტიკულად სულ მარტო თუ არა, ყოველ შემთხვევაში მეთვალყურებად მარტო იმისთვის, რომ მამის ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე მისულიყავი მიკროფონთან და გეთქვა ის, რაც მაშინდელ პარლამენტში უმრავლესობას არ სიამოვნებდა. პარლამენტი საკმაოდ ისეთი ადგილია, ალბათ აკადემიაც, შეიძლება სხვა ორგანიზაციებიც, სადაც როდესაც კოლეგა რაც არ უნდა შემას არ ეთანხმებოდა, მან შეეძლო, რომ კოლეგიალობას ცეპატინა. ყველანაირ ტერმინს ვერ გამოიყენა, ყველანაირად ვერ გამოიყვა შენ აზრს, რომ კოლეგიურ სტრუქტურაში ხარ. ამიტომ მე მის ყველა გამოსვლას დღევანდელი განსახილვიდან კიდევ მეტად ვაფასებ, როგორც გაბედულების მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა შეეწინააღმდეგოს საკუთარ კოლეგას იმისთვის, რომ მას არ მისცეს საშუალება სახელმწიფო ინტერესი დააზიანოს. მადლობა მას და ბოლოს კომისიაზე. ჩვენი კომისიის დასკვნა მართალია ინტერნეტში პირველივე დღიდან არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ვინაიდან საგამოძიებო კომისიის დასკვნა ასე აღმოჩნდა, დაახლოებით 500 გვერდია, რა თქმა უნდა ეკრანზე კითხვა ასეთი მოცულობის დოკუმენტის არის ძალიან რთული. ისედაც ჩემი და ჩემზე უფროს თაობა მე მგონი მანდაბანს ეკრანზე მუშაობას და დააწყალოთ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მიჭირს ხოლმე და მიჩერდა ყოველთვის ქაღალდზე არსებული მატერიალური დოკუმენტი. ჩვენ უკვე ჩავუშვით დაკავადების პროცესის შედეგად პროცესი ბაზრულია, რომ დაიბეჭდოს და რაც შეიძლება მეტი და იყოს უფასოდ ხელმისაწვდომი ეს დოკუმენტი, რომელშიც გურამ-შარაძის საქმეს სათანადო ადგილი აქვს მიკუთვნებული და ეს სწორედ ქალბატონი რუსუდანის დამსახურება. სიახლე რაც არის და რაც ქალბატონმა რუსუდანმაც კი ერთი ამოწმდა, რომ რეალურად გამოძიება მოგვიყვნა ამ წლის განმავლობაში და პრაქტიკულად ყველაფერი შეისწავლა ამ საქმის გარშემო, მისთვისაც კი სიახლე იყო ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ შესაბამის მოწმეს მოусმინა, რომელმაც ითხრა, რომ თურმე და მაინც თავისი თვალით ნახა, როდესაც გურამ-შარაძე უკვე მოკლული წაქცეული ქუჩაში ზეწად გადაფარებული იწვა, შემთხვევის ადგილს, როგორც ჩვენ ამას ვეძახით, შემთხვევის ადგილს იქვე მდგარი მანქანიდან ჩაწერილი შუშიდან აგვირდებოდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მენაბიშვილი. ესეც არის დასკვნაში შეტანილი. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ყველანი ვდობთ, რომ დასკვნის საფუძველზე ამ პროცესს დაადგინა თავი, მიუხედავად იმისა და ბატონი იუსტიციის მინისტრი ვაცლავ სიძბალემ ჯერ დაბრძანება ის არ მომცემს
ტყუილის საშუალებას ჩვენ ყველა ვიცით ასე გვასწავლიან, რომ გამოძიების წინააღმდეგ მუშაობს დრო. მე ვიდრე გავიდა გამოძიება შესაბამისად ჩიხში შეიძლება იყოს შესული, მაგრამ თქვენი წვლილი დიდია იმაში, რომ ის დოკუმენტები, რაც თქვენ მარტო შეაგროვეთ და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ჭეშმარიტების დადგენაში რაღაცა როლს ითამაშებს. დიდი მადლობა მას და ხუმრობით დავასრულებ აქ ბატონო. ელიზბაია მისაუბრება არის ბაბარაკის უნივერსიტეტზე. მე რომ დედა არ ავდის გურული ბატონობის და ძალიან ძნელ დღეში ვიყავი, რომ ჩემი მეორე გენი ყოველთვის მიმიწოდებს ხოლმე იქიდან რომ ვიყო უფრო შეურიგებელი, არადა დიპლომატია რაოდენ საჭიროა პოლიტიკაში და ამას მიშველი ვეყოლ. ამიტომ გურულებსაც დიდი მადლობა. მე გურული გასვლა. ეს ჩვენ შევკრიბეთ არა მხოლოდ ადამიანის გასახსენებლად, არამედ მთელი წინააღმდეგობრივი და ბედის გამსაუბრებელი ეპოქის გასახსენებლად. ურამშარაძე იყო იმ იშვიათ ადამიანთაგან, ვინც საკუთარი სიცოცხლით გვასწავლა, რაც ნიშნავს სიყვარულით და ღირსებით სავსე ცხოვრება. ის არ იყო მხოლოდ მეცნიერი, პოლიტიკოსი ან მწერალი. ის იყო ადამიანი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის და კეთილდღეობის სასწორზე შეგდებით იცავდა სამშობლოს, ენას, კულტურას და სიტყვინეს. ის ლაპარაკობდა იქ, სადაც სხვები ჩუმდებოდა. იმიტომ კი არა, რომ ხმაური უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ მრიცხნეული დუმილი მის ბუნებას ეწინააღმდეგებდა. ურამშარაძე ცხოვრობდა ისე, თითქოს ყოველ დღე შეიძლებოდა ბოლო დღე ყოფილიყო მისი სიცოცხლისა და სწორედ ამიტომ არ შეუშინდა სიმართლის ხმას. არც მარტოობას. ის იცავდა იმას, რომ ბევრისთვის უკვე მხოლოდ სიტყვა დარჩა, ქართული ენა, ეროვნული სული, ისტორიული მეხსიერება. ასეთი იყო ეპოქა, მაგრამ მისი ბრძოლა მხოლოდ წარსულისკენ არ ყოფილა მიმართული, ის ხედავდა მომავალს და ცდილობდა ეს მომავალი ღირსეულ საფუძველზე აეღო. როდესაც საქართველოს ცაზე აბმა კაროსმა იჩინა თავი და მოხდა კვაზი სამხედრო გადატრიალება. ურამშარაძე ხმალამოღებული იბრძოდა დამხობილი პრეზიდენტის მემორიალური სახლიდან რელიკვიების და ბიბლიოთეკის გადასარჩენად. სწორედ მან გადაანაწილა გადარჩენილი ნივთები მუზეუმებში, თუ კერძო პირებთან. მან დაარწმუნა გროზნოში განდევნილი პრეზიდენტი, რომ კოლხური კოშკი აუცილებლად უნდა აღდგენილიყო. ხოლო მის გამანადგურებლებს მისი თქმით უთუოდ მიუჩენს ისტორია თავიანთ ადგილს. პირველი წიგნი, რომელშიც მეტად საყურადღებო დეტალებია, ძლიერ გამსახურდია სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე, სწორედ მის გალამსებებს. საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა და საერთაშორისო აღიარებას, მაგრამ 1992 წლის შემდეგ ვერ მიიღო ეროვნული სახელმწიფოს. მის სათავეში მდგომნი, ვისაც აკლდა ლეგიტიმურობა და ხალხის ნამდვილი მხარდაჭერა, ამის კომპენსაციას ახდენდნენ უცხოელების, საერთო ორგანიზაციების და ასეთივე საერთო პირების ყველაფერში ჩარევით, მათთვის ყველგან მწვანე შუქის ამდენით. რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის კულტურას, ისტორიული ბედუქმართობით ისედაც ტრავმირებულ მენტალობას, თვითყოფადობას და სუვერენიტეტს აზიანებდა. და ეს წლების მანძილზე მიმდინარეობდა. აი სწორედ აქ იბრძოდა გურამშარაძე ყველგან, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. სწორედ ამისთვის დაიწერა მისი გრანდიოზული, სრულიად ფანტასტიკურად დასურათებული და ახალი დოკუმენტაციით გამგიდებული წიგნები ილიაზე და აკაკიზე, რასაც ჩვენთვის უნდა გაეხსენებინა დიდ წინაპართა ამდენს. გაეხსენებინა, რომ ისტორია, რომელიც მათ დაწერეს მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში, მუდამ აქტუალურია. ის მხოლოდ ჩავლილი ხდომილება არ არის. ჩვენ ვინც დღეს აკვართ, მასთან ერთად გავიზარდეთ, ზოგჯერ სიტყვები, ზოგჯერ მაგალითი, ზოგჯერ მისმა სიმტკიცემ გვასწავლა, რომ მართალი გზა ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ერთადერთი ღირსეული გზა სწორედ ის არის. გურამშარაძე იყო იმგვარი ადამიანი, რომლის დაკარგვაც ვერ წაშლის მის ენერგიას ისტორიიდან. რადგან ის დარჩა ჩვენს ენაში, ჩვენს წიგნებში,
ჩვენი სინდისის მატიანეში. ხშირად ვამბობთ, რომ დრო ყველაფერს ყურნავს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა ხსოვნას დროის გადასვლით არ ხრება, ამეთ პირიქით უფრო მკაფიო ხდება. ასეთია გურამშარაძე. ყოველ წელს, ყოველი ახალი თაობისთვის ის უფრო ცოცხლდება, როგორც სიმართლისა და მტკიცესულიერების სიმბოლო. მისი ხსოვნა ვალალდებულებს არ დავიკარგოთ ყოველდღიურ ხმაურში. არ დავივიწყოთ ვინა ვართ და საიდან მოვდივართ. გურამშარაძის გზა ჩვენთვის არის დამკვეთი. როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთს ემთხვეოდეს. როგორ გვიყვარდეს სამშობლო, არა ლოზუნგი, არამედ ყოველდღიური მოქმედებები. ეს, როცა მის სახელზე ვსაუბრობ, ყველაზე მთავარი არის მადლიერება. მადლიერება იმისთვის, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც დაგვიტოვა სუფთა სინდისის მაგალითი. და იმედი, რომ ქართულს ყოველთვის ეყოლება მსვეჟი, დავიმახსოვროთ მისი სიტყვები და მისი სიჩუმე. ორივე ერთაირა ძლიერი იყო და არის. გაუქმდეთ იმას, რისთვისაც ისი დგას ბოლომდე, ჩვენს ენას, კულტურას და ეროვნულ ღირსებას. რათა ოდესმე შევძლო თქვათ მისებურად მტკიცეთ. სიმართლე მივყინოს, თუნდაც მე აღარ ვიყო. გურამშარაძის ხსოვნას ყოველთვის შეინახავს ქართველი ეთნიკა და ქართული სახელმწიფო. დაეკარისვენოს მისმა სულმა დიდი წინაპრების წიაღში, ხოლო ჩვენი გზა გასხივოსებული იყოს, ვიდრე მის იდეალებს ვიცავთ. და მეც მოგახსენოთ ორივე სიტყვა გურამშარაძის შესახებ. ჩვენ 25 წელი ერთად მუშაობდით ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, პარლამენტში ვიყავით ერთად, ბატონსვიარ გამსახურდიას დაკრძალვაზე გროზნოში, სამეცნიერო საბჭოს, სადისერტაციო საბჭოს წევრები ვიყავით და ამიტომ ბუნებრივია მე უსაგონარი დღეული მაქვს, სათქმელი დღეული მაქვს გურამშარაძის შესახებ. ეს იყო საოცრად შრომისმოყვარე და პრინციპული ადამიანი. შრომისმოყვარეობა აღზრდავდა შურს, ხოლო პრინციპულობა ის გარშემო აღზრდავდა კონფლიქტებს. ასე იყო ის ახალგაზრდობიდან და მთელი ცხოვრება მან ასე გაატარა. ამ საოცარი შრომისმოყვარეობის ერუდიციის შედეგია მისი სამტომეული ელიმორას აგრადიონზე, სამტომეული უცხოეთის ცის ქვეშ, ტომეულები ილია ჯავჯავაძეზე, აკაკი წერეთელზე და ბოლოს ის მუშაობდა ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის მრავალ ტომეულზე და მისი დასრულება მას სამწუხაროდ ვერ მოასწრო. აი ასეთი ადამიანი, რომელიც ცხოვრება და შემოქმედება იყო მეცნიერების სინთეზის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან, ბუნებრივია აღზრდავდა თანატოლთა ადამიანთა შორის დაპირისპირებას. ბევრი ამ შეიძლება გავიხსენოთ ორივე ფაქტს ვიტყვით. გურამი იცავდა სადოქტორო დისერტაციას, ის სრულიად ახალგაზრდა იყო მაშინ და ინსტიტუტში შეიქმნა ქართული ჯგუფი მისი დისერტაციის ჩასაგდებად. მაშინ ხდებოდა ხოლმე ჩაგდება დისერტაციის, აი დიმიტრი კუმსიშვილის, ჯამბატურ ბაგრაძეს, კიდევ სხვების და ატეგონათ, რომ დაპირისპირება მას ჰქონდა ცნობილ მეცნიერებთან, თვითონ მოგვიანებით უფრო აღებებული და ეგზალტირებული იყო ხოლმე, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან შვიდად ხდებოდა მათ აგრესიას. ასე მუშაობდი გამბიაში და მაშინ იმ პერიოდში ვიცავდი საკანონმდებლო დისერტაციას ინსტიტუტში. გურამი იყო სწავლული მდივანი. ამიტომ ხშირად ვიხდებოდა მასთან მისვლა და იმ პერიოდში სწორედ სადაც მუშაობდი დაიბეჭდა ცნობილი მეცნიერის წერილი მით
წინააღმდეგ. ამით უნდა რომ გამოიყენებინათ ეს ფაქტი, მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრესაში თუ მოახერხებინათ მასალა დაინიშნებოდა, მაგრამ გურამ შარაძის ზვანელი იყო სამართლობდა აკადემიკოსი ალექსანდრე ბარანიძე და ეს ჩაეშალა და პროგრამა ვიქვა სადოქტორო ხარისხი. შემდეგ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ 80-იან წლებში ვფიქრობ ერთ-ერთი სამართლიანო ფაქტი იყო, როდესაც დაიწყო კამპანია ალექსანდრე ბარანიძის წინააღმდეგ. და დაიბეჭდა წერილები, მას დააბრალეს, რომ ნიკო მარიც წარმოსაზრებებს იზიარებდა და ბევრი რამ, რამდენიმე წერილი დაიბეჭდა და ამის შედეგად აიძულეს ალექსანდრე ბარანიძე დაეწერა განცხადება და გადამდგარი დირექტორობიდან. და რა თქმა უნდა, ახლა გურამი იცავდა თავის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბარანიძე მოგახსენება, შესანიშნავი მეცნიერი, შესანიშნავი კვლევარი იყო და იმას, ვინც დაწერა მის წინააღმდეგ წერილები, ისაც წერალთა კავშირის პრემია და რამდენიმე წლის შემდეგ კი დანიშნეს ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორად. თუმცა გამოცემული ჰქონდა მხოლოდ ერთი ბროშურა და ებიჭდილი ჰქონდა რამდენიმე ათეული სტატია. და გურამს ამ დაცვის გამო რა თქმა უნდა არაფერი არ უთხრეს, მაგრამ დაიხიეს ხელზე სხვა მისი ნაშრომების უარყოფითი მხარე და გაზეთ კომუნისტში დაიბეჭდა ძალიან მკაცრი წერილი სარედაქციო რედაქციის მიერ დახურული კომენტარებით და კომუნისტი რო დაბეჭდავდა საბჭოთა პერიოდში წერილს, პუბლიკაციას ყურადღებას არცებდა კომუნისტში დაბეჭდვის მithumetes. და შეჩერდა მისი წიგნის გამოცემა, ეს იყო მარი გროსეზე და მოითხოვეს რეცენზია ლიტერატურის ინსტიტუტიდან. ახლა რეცენზია არ ვიცი, არ დაწერეს თუ რაღაც იყო, მე შემომთავაზეს, რომ მე დამეწერა, რადგან მე ჟურნალისტიკის განყოფილებაში მუშაობდი და ნაწილობრივ შეეხებოდა მარი გროსეს პუბლიკაციებს იმდროინდელ 19 საუკუნის პრესაში. მე დავწერე ეს, რა თქმა უნდა, დადებითი დასკვნა, გურამი ძალიან მაყოფილი იყო და იმ წიგნში აღნიშნული ვარ მე როგორც რეცენზენტი ამ წიგნისა. შემდეგ გურამს ჰქონდა სხვა დაპირისპირებებიც ინსტიტუტში, მაგალითად მე შევიძლია სამწუხაროდ გავიხსენო მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდი, როდესაც ინსტიტუტის ახლა დანიშნულმა დირექტორმა ვერ გამოიჩინა მის სათანადო ყურადღება. შეიძლება ეს მისი ბრალი არც იყო, რომ სიტუაცია იყო. შეუყავთ გაფორმებული ფერები და მახსოვს ჩვენს ახლა დანიშნულ დირექტორთან კაბინეტში რომ ჩამოვიდი, შემოვიდა გურამი აღებებული და დაიმართა ამოკლე საუბარი და გურამმა ასეთ სიტუაციაში მუშაობა არ შემიძლიაო. მე მაშინ უზრუნველყოფილი ვიქნები დავტოვ ინსტიტუტი. დირექტორმა ჩამოთვალა ლურჩი. გურამი გავიდა და წერა. ამაზონდა ბედაკომატრის თანხმობაზე გურამს გამოყენებდა ეს. გურამი ვიცი, ყოველისა და შემოქმედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერესტროიგის პერიოდი, როდესაც მან დაიწყო ემიგრანტული წერა-წერა და ქართულ ემიგრანტების ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე მუშაობა. აისახა სამთავრობო რომელიც ახსენე სოვეტის სისხლში ეხება სწორედ ისტორიაში მოღვაწე გამოჩენილ ქართულ მწერლებს, პოლიტიკოსებს, მეცნიერებს და იყო მთელი ცხოვრება დაუცხრომელი ადამიანი, ყველაფერს ის აკეთებდა ქართული კულტურისათვის, ქართული მეცნიერებისათვის. კონფლიქტი ყოველთვის ხდება მეცნიერებაში ხოლმე, მაგრამ როდესაც ამას ეძლევა პოლიტიკური დატვირთვა,
მაშინ ხდება საბედისწერო ადამიანისათვის. და აი ასე აღმოჩნდა გურამ შარაზე სწორედ ნაცების თავდასხმის ობიექტი და სამწუხაროდ ასე ტრაგიკულად შეეწირა ნაცების ამავე სახსენებელ პერიოდს. მაგრამ შევა მისი წიგნები, მისი გაკეთებული საქმეები, შეგვიძლია მთელი საათობით ვისაუბროთ გურამის მოღვაწეობაზე, მის მრავალფეროვან შემოქმედებაზე და ვერც ამოვუწოდოთ. და ახალ თაობისათვის თუ საქართველოში მეცნიერება კიდევ იარსებებს და იარსებებს წერლობა, ყოველთვის იქნება სამიმუშო გურამ შარაძის ცხოვრება და შემოქმედება. ეს არ არის მხოლოდ გურამ შარაძის გახსენება და მისი 91 წლის აღნიშვნა. ეს არის გზავნილი ყველასთვის, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ოჯახი. თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი, მამა, რომელსაც ამდენი ტრაგედიის და ტკივილის სატანა შემოწმია. მისი უფროსი შვილი მუშაობდა ჩემთან. და ყველა მიცით ის როგორ მოხდა. ვერ გავიდეს ფრიზერზე დგომისთვის ესროლად და მძიმარი ბავშვი თავსახში მომდის. ვერ ნახე როგორ დააჯახეს მანქანა და რა მდგომარეობაში იყო გურამის მეუღლე და რას განიცდიდა ეს ქალბატონი, ეს გურიანი ადამიანი. მე მოვესწარი მისი მეორე შვილის სადმე ძალიან მძიმე დამოკიდებულებას და მე მოვესწარი იმასაც, როგორ ხილსეულად იტანდა ამ ყველაფერს თვითონ ბატონი გურამი და ეს პატარა გოგონა რუსუდანი, რომელიც მაშინ მართლა ძალიან პატარა იყო და ამ გუნზე შემიძლია გითხრათ, რომ აჩვენეთ ეს ოჯახი მსოფლიოს და გეტყვია, როგორ არ უნდა გაბოროტდეთ ამდენი უბედურების, ამდენი ტკივილის და ამდენი სიმღერის შემდეგ. მე ვიცნობდი გურამ შარაძეს და მას ხშირად საზოგადოებაში ამოვიდა, რომ ის არის რთული ხასიათის კაცი. მე ვიტყვი, დღეს აიღა და დავამორჩიებელი. მე ვიტყვი, რომ ყველა რთული ხასიათის არის, ვისაც უყვარს სიმართლის თქმა, ვისაც უყვარს სამშობლო და ვისაც არ უყვარს ვიღაცები თავზე დაისვას. დღეს მე შემიძლია ვთქვათ, რომ აი აქ უმრავლესობა არის დავამორჩილებული. უმრავლესობა არის რთული ხასიათის. იმიტომ რომ მათ უყვარს სამშობლო და ამ სიტუაციაში მათ შეუძლია წინდასვლა შრომა ისევ სამშობლოში. ორი ფაქტი მინდა ვითხრათ, რაც მართლა არის. მე ვიყავი საქართველოს პარლამენტის პირველი საგამოძიებო კომისიის აპარატის უფროსი. იცით თქვენ რა მდგომარეობა იყო და ძალიან ბევრი შრომა, უბედურება ყველაფერი გადაიტანა ამ კომისიამ, როცა გენერალური პროკურორის განთავისუფლების უშუალობის მინისტრის განთავისუფლება და ასე შემდეგ და მაშინ არ იყო ის ეგრეთ წოდებული ვარდოსანი ხელისუფლება მოსული. მაგრამ მოდიოდი. როდესაც მე პარლამენტში ვუთხარი, რომ პატარა მუსიკებია გაკეთებული, სადაც შევარდნადნენ სკამიდან სურდება და ეს მოდის, ცოტა ფრთხილად ვიყავით. სწორედ იმ პერიოდში შემოვიდა ძალიან ბევრი განცხადება, სხვადასხვა მომავალი რევოლუციონერები, სადაც ბატონ გურამის მიმართ იყო საოცარი ზიზღი, ცილის წამება და რაც თავარია, რომ კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ კომისია შეესწავლა, ის იყო აგენტი თუ არა, იმიტომ რომ საზღვარგარეთ დადიოდა და ეს არქივები ჩამოსულდა და ასე შემდეგ. არც ერთმა დეპუტატმა ვერ იცოდა, რომ არ დაეწერათ ელუსიდას ეცინება და დამაწერეს მე როგორც აპარატის უფროსს და ბატონი გურამი ამოვიდა. და თქვა, მაშინ არ ვიცნობდი და ეუბნება ბატონ მიხეილოსაძეს, მე თან გამართლოს, ვის დააწერეთ ჩემი საკითხი და უთხრა, რომ მაღალდასა, კარგიო, მაშინ დღე და მე ამ პარლამენტში აღარ მოვა, იქამდე სანამ პლენარულ ხდომას არ მოახსენებდო მე ვინმარო. აქამდე შევისწავლე ძალიან და რა თქმა უნდა, აღმოჩნდა აბსოლუტურად აი სუბტექსტი, ინდა საოცარი, რომელიც გადიოდა და მე გამახსენდა ერთი რამ.
ის კაცი მაშინ 98 წლის. ვისაც ესეთი მერთან საქმე ჰქონდა და ცოტა გამოცდილი შეკითხვა დაუშვი, რომ რატო არ დაავადდი? რა? იქ სადაც ჩიბლო 20 კაცი მუშაობდა 19 შემია, ასე მარგალს ხელს ვერ ახლებო. იმიტომ რომ იქაც ყავთ ისენიოდა ეს არქივები უნდა დაბრუნდეს ყველაფერი და ამ საოცარ ადამიანს გაფრთხილება შეიძლება. როდესაც უკვე უნდა გავმეყანო პლენარის ხდომაზე, ეს ძალიან გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ მეცდელობს ძალიან დიდი და ბევრი წერება აქვს. და მოვიდა ერთ-ერთი დეპუტატი, მაღალსახელებს შეგულად და მითხრა, ჩაწერე რომ სავარაუდოდ არ სავარაუდოდ რას ნიშნავს სავარაუდოდ არ არის. სავარაუდოდ ნიშნავს ესე იგი არ. და მითხრა, თუ შენ ამას არ ჩაწერე, მე გავლენიანი ადამიანი ვარ, დეპუტატები გაგიშრია. ბატონო მეორე დღეს მამზადე თუ კერო პლენარის ხამად ბატონი მიხეილი ანგარის აკეთებს პლენარის სხდომის წინ და ისევ მოვიდა. გაასწორე თუ არა, ხარ არ გავაშკი. და მე გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამოგიტებინა, როდესაც მას ვაჩვენი, რომელთაც თვითონ და ხმა არ ამოვიდა ამ პლენარის ხდომაზე, ამოვიდა და მახსოვს და ურავი მოხდენა პატარა იერი. მე დავუბრუნდი პარლამენტში მითხრა. ეს რას ნიშნავს ესე? მე მინდა რომ ყველა ადამიანი ერთმანეთს გაუხსნას. არავინ არ იცის ხვალდაზე ვის და დაიქნება, როგორ იქნება. აი, ჩემო ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. და იცოდე რომ ის სტატიები შევკრიბე 20 გამოკითხვის რომ გამოვაყენე შენ მამიკოსთან დაკავშირებით და ერთსაც ვიტყვი და დავამთავრე. განძი მიქონდა საქართველოს. მართლა გადაეფარი, მაგრამ შევიდა კანცელარიაში, არ მოусმინეს არაფერი და კანცელარიაში მუშაობდა ერთი არაჩვეულებრივი სვანი კალდაკი. გიორგი ლიგურია, რომელიც იყო ნათესავი ექთიმი თამაიშვილის და იყო ნათური თვარწდები მინა ბალკანისკაის. და მითხრა, ცირაო ბაზრობamo, შევედის გადაოთახში და მე მაქო ექთიმი თამაიშვილის ნაჩუქარი ხათი მოდიო ესო ნამულის წაუღოთო ანიში იქნება შეჩერდისო და ამ ხატმაო რაღაცა დიდი ის მოახდინოსო. მე წავედი ეს ხატი მეგობრიანი და გამარჯვოს ის არაჯოური კალბატონი და არ ვიცი ხატის ძალა იყო, არ ვიცი რა იყო, მაგრამ იმ პერიოდში განცის გადანა ამიტომ მე არ ვიცი შეულოცა ისინი მიდაწყდა შედაგება, მაგრამ მე გეუბნები რომ ეს იყო ასე. ამიტომ მადლობა ბატონ გურამს, მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ბატონელის ბაძა აკადემიას. ყველას ვეს. ბატონ გურამთან ერთად კომიცია მუშაობა 4 წლის განმავლობაში პარლამენტში, მეტოქეობის პარლამენტის პროცედურები. სხვადასხვა პარლამენტში ვიყავით, მაგრამ აკეთებისებას პროცესებას ყოველთვის იწოვდა შესაძლებელი რატომ უნიკალური შემთხვევა იყო, იშვიათი შემთხვევა, როდესაც შინაგანად და გარეგნულად პროცესირებული იყო 24 საათიან რეჟიმში, ესეთი ხალხი იშვიათი. შემდეგ ბატონ ასოციაციებს გაგიზიარებთ, რაც მე მქონდა, რა თქმა უნდა ის რასაც ამბობდა, მე ხარ იქ 25 სასახში. დიდი ნაწილი ისკები გამოწვევები რაც რასაც ისა წმინდა უკარეთ და შემთხვევაში ცოტა ისე უყურებდით რომ საერთოდ მაგრამ რაც რო გავიდა რაც მეტი პროცესები ვიქნებ უკვე აღმოჩნდა ეს კაცი წინასწარ თვლიდა რისკებს და ეს რისკები ყველაფერი დაგვიდგა რასაც ბატონი გურამი საუბრობდა და აბსოლუტურად ბევრი მაგარი აბსოლუტურად უმრავლესობა ნებისმიერ ერთს აქვს თავისი სხეული ეროვნული გონის სისტემა ასეთ ადამიანებისგან შედგება სწორედ. ხო, ინსტიტუციების შეიძლება იყოს საერთოდ სადაც მიშავრებს აკადემია უდაოდ ეროვნული გონის ორგანული ნაწილია, მაგრამ ასევე ადამიანები გურამი მასაკურები იყო ერთ-ერთი უჯი ამ ქართული ეროვნული გონის, რასაც სანდახანური ასეთ ქართული სიტუაციური ერის ეროვნული სისტემა, რომლის ძირითადი ნაწილი უნდა თუნდაც ვინია და მაგალითად
პროგრამული ნაწილი იყო. მე მახსოვს მისი გამოსვლები, ესე მოიფრესე ყველაზე ბეჯიკი პარლამენტის წევრი, ყოველდღიურად რამდენიმე გამოსვლა, არადროს აერზე და ფუჭი გამოსვლა, ამ დროს არის ყველა არაფერდა. მე საერთოდ ვფიქრობ, ახლა დაამოსა ხელისუფლების ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ სოფლების აკადემია იქნება საქართველოს სკოლაში შრომის სამინისტროს კადრების მოსაზრებას. მე ვფიქრობ, რომ აზრს არ იქნება მოკლებული, თუ მოხერხდება არქივიდან ბანური ურამის ყველა გამოსვლის შესწავლა, სისტემატიზაცია და ჩაკოლეთ, რომ ეს არის გზა სამეცნიერო კურსი ქვეყნის უსაფრთხოების აკადემიის მსმენელებისთვის. პირადად მე post-factum სამწუხაროდ, მაგრამ ამაზე ავადია შემდეგ ლოგიკური ჯაჭვები რაც ხდება. უსუნდაც რაც შეეხება უნიკალური შეფრთხოა, მართლაც ესეული ხალბატონი, ესეული ქართველი მამის სახელს, ოჯახის სახელს იცავს და ცალკე საბრძოლო ერთეულია სუდანის პატრიოტების ბრძოლისთვის, იმ ბრძოლისთვის, რასაც სამართლიანობისთვის და